ეთქვათ, რომ ეს არის იმიტაცია. ხალხი დაშოკილია. წნევამ ამიწია, მეზობლები იყვნენ, აქ რა ვიცი. როგორ შეიძლება ამის გაკეთება შეიძლებოდა, რაც გორი იყო ისე დაპანიკებული, რომ საწვავს ასხავდნენ მანქანაში და გარბოდა ხალხი. მეუღლე და ბავშვები არიან წასულები ქარელის რაიონიდან ვართ ჩვენ და დაშოკილები კი არა და არ ვიცი, სანამ ბოლომდე ჩავიდა და გავიგერო ეს ყველაფერი იმიტაცია იყო, მე ჩემი დამემართვა სრულიად სიტყვის მნიშვნელობით. ჩასარიცხად მონოებს კითხულობდა ხალხი უკვე ჩასარიცხებზეც აღარ იმას ჩქარა უნდათ რომ მონოებით ისეთლა დაკავშირებდნენ ერთმანეთს და პანიკა იყო, ნამდვილად პანიკა იყო. საგუშაგოზე ვდგევართ ჩვენ და ყველა სასწრაფო განაყოფი გამოძახებაზე ეკასო. ბოლო მანქანა გავიდა და დაახლოებით ალბათ 6-7 წუთი იქნება. მიმეთან მიდივარ ახლა. მე რა ვიცი, ხოლმე ვინც არის ყველა მუშაობა. გავეთ ახლა იმ ტიპებისგან ეგრევე. დაგირეკავ რა. აუ, კაი, ირაკლი. ხო, გამარჯობათ, გამოძახება სად გქონდათ ახლა, შეგიძლიათ რომ მითხრათ? რა. უბრალოდ ის მითხრათ. და რა ხდება? ვის გამო? ემოციით. ეს დაკავშირებული იყო თუ არა ამ სიუჟეტთან, რაც გავიდა იმედზე? დამოწევნით გვარდასახელია გადაცემამ გამოიწვია დიდი პანიკა მოსახლეობაში, მოიმატა გამოძახებები, დიაგნოზებით ჰიპერტონული კრიზი, სტენოკარდია, ბავშვებში ნერვული სტრესი. ეხლა გადაიყვანვა ჩვენმა ექიმმა ბავშვი 10 წლის ბავშვი ნერვული სტრესით საავადმყოფოში. ეს მე მგონი 20 გადაცემის შემდეგ ბრიგადები არ გაჩერებულა. აი რო უყურეთ ახლა ვიფიქრეთ, ვაიმე რა ხდება? ძლივ შევძევით ავად. აი მართლა აი ის დაშოკილები ვიყავთ. დავრეკე იმედის არხზე იმ ნომერზე. და მეუთხარი რას გვიკეთებთ მეთქი? მე უკვე გავიგეთ რომ არ იყო ეს სინამდვილე. რას გვიკეთებთ? მეუთხარი ჩვენ ისედაც დაშოკილები ვართ, ისედაც ტრავმირებულები ვართ და რა გაგვიკეთეთ მეთქი ეს და უარესი გექნებათო და გათიშა ისა ყურბელი. იმედზე გასული სიუჟეტი სულ ახალი დამთავრებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოყვანილი იქნა 10 წლის გოგონა, რომელიც ბებიასთან იყო დატოვებული, მშობლები თბილისში ყავს ამ ბავშვს და იმდენად იყო ეს ემოციური ფაქტორი გამოხატული, რომ ბავშვს დაეწყო ლარინგოსპაზმი. სასწრაფო დახმარების ექიმმა გაუკეთა დიაზეპამი, აქ მოყვანის შემდეგაც ბავშვს გამოხატული ჰქონდა არტერიული წნევის მომატება, სპაზმი ისევ გრძელდებოდა, აქაც დაჭირდა მედიკამენტოზური ჩარევა. 15 წუთი იყო ხალხმრავლობა. რიგები იყათ რა? რიგი კი. რამდენი მანქანა იყო? ძალიან შეშინებულები გარბოდნენ. ასე მე მიდიოდნენ, სადმე მიდიოდნენ, თუნდაც საერთოდ არ ვიცი წავიდეს.